ჩიხი ან თუნდაც აშკარა დამარცხება ფრონტზე, ეკონომიკური და კომუნიკაციური კრახი, პროვინციული ბიუჯეტის შემცირება ძირითადი ტრანსფერების გაზრდით, პროტესტი და ცალკეული რეგიონების მეტი ავტონომიის მცდელობები. ეს მხოლოდ დასაწყისია ჰიპოთეტური მიზეზშედეგობრივი მოდელისა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის მესამე დიდი კოლაფსი ბოლო 100 წლის განმავლობაში და ამ მოვლენებიდან ზოგიერთი უკვე მიმდინარეობს. როგორ შეიძლება განვითარდეს ასეთი სცენარი, რომელმა რეგიონებმა შეიძლება მოითხოვონ გამოყოფა პირველებმა? რუსეთის ფედერაციის შესაძლო დაშლის შესახებ ჩვენი სერიის მეორე ეპიზოდში განვიხილავთ მოვლენების განვითარების ზუსტად ამ სცენარს. ვიდეო თარგმნისათვის აღებულია არხიდან Good Times Bad Times. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ეს ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ იმ მოტივებზე, რის გამოც მოსკოვო-ცენტრული სახელმწიფოს მორიგინგრევა სულაც არ არის წმინდა თეორიული მოვლენა. ამიტომ აქ წარმოდგენილი კონტექსტის უკეთ გასაგებად გეპატიჟებით გადახედოთ პირველ ეპიზოდს. 1917 წლის მეფის რუსეთის დაშლა და 1991 წლის ССРК-ს დაშლა გვიჩვენებს, რომ მოსკოვის მრავალსაუკუნოვან იმპერიალისტურ პროექტს აქვს რეგულარული ციკლი, რაც კულმინაციას იწვევს სტრუქტურულად არაეფექტური სისტემის აგონიითა და სიკვდილით. უკრაინის ომი კატალიზატორია პრობლემების მთელი სპექტრისთვის, რომელიც მოიცავს როგორც მაკროეკონომიკურ, სოციალურ-გეოგრაფიულ, ასევე ძალაუფლების აპარატთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ყველაფერი მოსკოვის ირგვლივ ცენტრალიზებულ კოლოსს შთანთქავს. უკრაინის ომის შეფასება უაღრესად სუბიექტური რჩება. გამარჯვების თეორია თითოეული დამკვირვებლისთვის განსხვავებულია. უკრაინელებმა განიცადეს უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური ზარალი, მაგრამ უმეტესობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ დაიცვეს თავიანთი დამოუკიდებლობა. დაამარცხეს რუსები კიევში და განახორციელეს სანახაობრივი ომის დასაწყისში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, როგორიცაა ხარკოვი და ხერსონი. ასევე არის რიგი ფაქტორები, რომელთა გაზომვაც რთულია, მაგალითად კიევის მჭიდრო დაახლოება დასავლურ სტრუქტურებთან, ან რაც უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი და ისტორიულად გაყოფილი ერის შერიგება. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინის ისტორიაში, რომელიც აღემატება მე-17 საუკუნის კაზაკთა აჯანყებებსაც კი. პირიქით, მოსკოვთან შედარებით მოგება ზარალის ანგარიში ცალსახად კატასტროფულია. ომის შედეგად რუსეთის სამხედრო პოტენციალი მკვეთრად შემცირდა. ომის დანახარჯებისა და ძლიერი სანქციების გამო ქვეყნის ეკონომიკა ღრმა კრიზისში შედის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის ერთი დიდი კატასტროფა. მოსკოვმა 2022 წელი ძალაუფლების უკიდურესად ძლიერი პოზიციიდან დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მან სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ჩრდილოეთით ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან ერთად ნატო საარტილერიო გასროლით მანძილზე მიუახლოვდა რუსეთის ისტორიულ დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგს და ფინეთის ყურის სრული კონტროლის გზით რუსეთი ბალტიის ზღვიდან მოწყდა. ცენტრალური აზიის ქვეყნები შორდებიან მოსკოვის კოლონიის სტატუსს, ხოლო ევროპელები, რომლებიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის წიაღისეულის საწვავის მომხმარებლები არიან, უახლოეს პერსპექტივაში დაიკარგნენ. მეორე მხრივ, მუდამ ბერკეტების ძიებაში მყოფი მოსკოვის იმპერიალისტური ელიტა სულ უფრო მეტად ხდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვასალური სახელმწიფო. რუსეთი თავისი პოზიციიდან, როგორც ზესახელმწიფო, რომელიც ცდილობს შეუერთდეს ჩინეთ-ამერიკულ დუოპოლის, გადაიქცა უბრალო ტერორისტულ ქვეყნად, რომელიც ჩინეთის უმცროს პარტნიორად ითვლება. საგარეო პოლიტიკა ხშირად საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნქციაა, მაგრამ ეს ურთიერთობა პირიქითაც მუშაობს. საერთაშორისო ასპარეზზე ფატალური მოქმედებები არასტაბილურობისა და სახელმწიფოებების დაშლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმპერატივია. განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც გადატვირთულია და დამძიმებულია მრავალი სოციალური, კულტურული და გეოგრაფიული ბარიერებით. ეს იყო ბოლო ლურსმანი 1917 წელს მეფის რუსეთისა და 1991 წელს საბჭოთა რუსეთის კუბოში. ამ რიტმს იმეორებს პუტინის 2023 წლის რუსეთი. ასე რომ მოდი უხეშად ვთქვათ, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის დაშლის პროცესი. ვიდეოს გაკეთების დროისთვის ფრაზა რუსეთის ფედერაციის დამარცხება უკრაინაში საკამათო განცხადებაა, მაგრამ გაურკვეველი ჩიხიც არ არის. თუმცა ორივე მოვლენა იწვევს კრემლის საჯარო ფინანსების ეკონომიკურ არმაგედონს. 2023 წლის მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა და მოსკოვი უკვე ჩავარდა ბიუჯეტის ისეთ დეფიციტში, როგორცაც მთლიანი წლის განმავლობაში ელოდნენ. სანქციები და მათი თანმიმდევრული გაძლიერება ამრავლებს პრობლემებს, რომლებიც ისედაც უხვად იყო.
ნედლეულის გაყიდვებიდან გადასახადების შემცირება წელიწადში 50%-ს აღწევს. რუსული ურალის მარკის ნედლი ნავთობის ფასი უახლოვდება $45, რაც ყველაზე დაბალია ბოლო 2 წლის განმავლობაში და ბრენტზე თითქმის $30 ნაკლებია. ამ ფასად რუსეთის უმეტეს საბადოზე წარმოება წამგებიანი ხდება. ნახშირწყალბადების გაყიდვა ჩინეთსა და ინდოეთში მხოლოდ ნაწილობრივ ეხმარება სიტუაციას, რადგან პეკინის და დელით სარგებლობენ მოსკოვის სისუსტით და რესურს დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ. პარალელურად მიმდინარეობს იმპორტის კოლაფსი და მრავალი სპეციალიზებული კომპანიის ქვეყნიდან გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩიზბურგერების ან ახალი მერსედესის მანქანების არ ქონა ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ინდუსტრიისთვის სპეციალიზებული აღჭურვილობის ნაკლებობა, მათ შორის დანადგარები და ნახევრადგამტარები, რომლებსაც რუსეთი თავად ვერ აწარმოებს და მთლიანად დასავლეთიდან აქვს შემოტანილი დიდი გამოწვევაა. სამხედრო წარმოების პრიმიტივიზაცია უკვე რეალობაა. ტანკების ოპტიკური სისტემები ან რაკეტების ინტეგრირებული სქემები დეფიციტში ან უბრალოდ მიუწვდომელია. დიახ, ჩინურ კომპონენტებს შეუძლიათ შეცვალონ მოთხოვნის ნაწილი, მაგრამ პირველ რიგში მათ ინტეგრირებას დიდი დრო სჭირდება. და მესამე, ჩინელებს შეიძლება უბრალოდ არ სურდეთ მათი მიყიდვა რუსებზე, დასავლეთის სანქციების და უფრო მომგებიანი ბაზრების დაკარგვის შიშით. სამხედრო წარმოება აქტუალური პრობლემაა, მაგრამ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი პრობლემა იყოს კომუნიკაციების გაფუჭება, რომელიც ასევე მოსკოვის იზოლაციის შედეგია. სოფლიოს უდიდეს ქვეყანაში, რომელიც უკიდურესად ცენტრალიზებულია და გადაჭიმულია 11 დროის ზონაში, კარგი კავშირი ფუნდამენტალურია შიდა ერთიანობის შესანარჩუნებლად. იმავდროულად 2022 წელს რუსეთში საჰაერო გადაზიდვების მოცულობა თითქმის 60%-ით შემცირდა. ეს არის ტრანსპორტის მოცულობის შემცირების შედეგი, თუმცა არის ტექნიკური პრობლემებიც. მაგალითად, სამგზავრო თვითმფრინავის Sukhoi Superjet 100 ახლოსაა ფრენების შეწყვეტასთან. მიზეზი მარტივია: ფრანგული წარმოების ძრავის სანთლების დეფიციტი. სათადარიგო ნაწილების მიწოდების შემცირება იწვევს საჰაერო მიმოსვლის შემცირებას. ასევე შესამჩნევი კლება დაფიქსირდა რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლაშიც. ეს არის მიმდინარე მოვლენები. სიტუაციის ფართო ანალიზისას ხვდებით, რომ ეს პროცესები იწვევს სიღარიბის მზარდ დონეს, მკვეთრად გამოხატულ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას, ფედერალური ფინანსური სუბსიდიების შემცირებას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სახელმწიფო კავშირების გაუარესებას, ეკოლოგიურ კატასტროფებს, ჯანდაცვის სერვისების უკმარისობას, გავრცელებულ კორუფციას, ინფლაციას და მოსახლეობის მზარდ გაუცხოებას გადაწყვეტილებების ცენტრალიზებული მიღებიდან. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ეროვნული უმცირესობების დისპროპორცია უკრაინაში მიმდინარე ომის მსხვერპლთა შორის. პრობლემების მასშტაბები და მათი დაგროვება დამოკიდებულია რეგიონსა და სოციალურ კლასზე, მაგრამ ეს პროცესი ყველაზე მძიმედ აისახება რუსეთის პროვინციების ყველაზე ღარიბ მოსახლეობაზე. თუმცა ამ მდგომარეობისთვის საჯაროდ ბრალდებული დამნაშავე ხშირად კრემლი არ არის. უფრო სწორად ჯერ არ არის. აქ კარგად ანაზღაურებადი განტევების ვაცის როლს ასრულებენ ადგილობრივი გუბერნატორები, ადმინისტრატორები ან ვინმე სხვები, ვინც მოსკოვის სახელით დაინიშნა. სწორედ ის უაღრესად კორუმპირებული ადამიანი მართავს უახლესი მოდელის ბენტლის და იპარავს მოსკოვიდან გამოგზავნილ ფულს. ეს არის პოპულარული აზრი რუს ადგილობრივებს შორის. სანამ მოსკოვი ქმნის ილუზიას, რომ აკონტროლებს სიტუაციას და ადგილობრივ ფეოდალს აქვს საკმარისი რესურსი პროვინციაში შედარებით სიმშვიდის შესანარჩუნებლად და მისი საბანკო ანგარიშების მდგომარეობა მკვეთრად არ შემცირდება, სისტემა მუშაობს. მიუხედავად ამისა, როდესაც საზოგადოებრივი განწყობა დავარდება და პირველი ფართომასშტაბიანი პროტესტი წარმოიქმნება, მაშინ ფეოდალებისთვის სიტუაცია შეიძლება არასასიამოვნო გახდეს. ერთის მხრივ მათ თავს დაესხმება ყველაზე ხშირ შემთხვევაში სიტყვიერად, თუმცა შესაძლოა ფიზიკურადაც ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მოითხოვენ, რომ მათ შეასრულონ მოვალეობები. მეორეს მხრივ მათზე ზეწოლა მოხდება კრემლის მხრიდან, რომელიც მოელის რეგულარულ ტრანსფერებს ცენტრში და არეულობის ჩახშობას. ამ სცენარში განსაკუთრებით რესურსებითა და ინდუსტრიით მდიდარ რეგიონებში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ცდუნება ბარონებისთვის, გაწყვიტონ არსებული კავშირები მოსკოვთან და შეუერთდნენ ხალხს. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. 2020 წელს ხაბაროვსკში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი გუბერნატორის ან ჩვენი ნომენკლატურით ფეოდალის სერგეი ფურგალის დაკავების შემდეგ. ფურგალი ოპოზიციური პარტიის წევრი იყო, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მას ადგილობრივი მოსახლეობა პატივს სცემდა, რადგან ის ზრუნავდა რეგიონზე, რომელსაც მართავდა. ეს საკმარისი მიზეზია კრემლისთვის მწვავე საფრთხის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით მოსკოვიდან დისტანციის გათვალისწინებით. იმის გამო, რომ მისი პოპულარობა კრემლს საფრთხეს უქმნიდა, მას საბოლოოდ მიესაჯა 22 წელი მკვლელობისთვის, რომელიც მან სავარაუდოდ 15 წლის წინ ჩაიდინა. პროტესტი საბოლოოდ ჩაცხრა, რადგან მოსკოვის ცენტრალური კონტროლი ჯერ კიდევ ძლიერი იყო. ასევე შეიძლება მოხდეს, რომ ადგილობრივი ფეოდალი ფურგალის ბედის განაწილების შიშით მეფის ერთგული აღმოჩნდეს. მაშინ გარდა
გარდაუვალად გამოჩნდებიან ადგილობრივი ტახტის ახალი პრეტენდენტები, რომლებიც მოითხოვენ მეტ ეკონომიკურ ავტონომიასა და ბარონის დამხობას. ძალაუფლებას მხოლოდ ის ფლობს, ვისაც მის უკან ხალხი ჰყავს. შემდეგ არის ადამიანური ფაქტორი. პრეზიდენტი, პრემიერი და სხვა მინისტრები, უცებ ახალი ჰიპოთეტური სახელმწიფოს ძალაუფლების სტრუქტურებში ბევრი ახალი ვაკანსია გაჩნდება. სიტუაცია შეიცვლება 180 გრადუსით. მოსკოვი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც კოლონიური მეტროპოლია. სანამ რეჟიმს აქვს იმპერიის შიგნით კრიზისების ჩახშობის ან მართვის რესურსი, სიტუაცია მშვიდი რჩება. თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს თვალის დახამხამებაში, როდესაც სისტემის შემოწმების დრო მოვა და ის არაეფექტური აღმოჩნდება. 22 არარუსულ რესპუბლიკაში, როგორებიცაა ბაშკირია და თათარსტანი, წინა პლანზე წამოვა ეთნიკური საკითხები, რომელთა ჩახშობას და რუსული კულტურითა და ენის ჩანაცვლებას მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაამძაფრებს არეულობას, უფრო მნიშვნელოვანი მოტივი არის კრემლი ფეოდალი ხალხის ღერძის რღვევა, რადგან სწორედ ძალაუფლების ვერტიკალურ მოწყობაზეა დაფუძნებული კონტროლის მთელი რუსული მოდელი. დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში ძალაუფლების სტრუქტურა ბევრად უფრო მყიფეა, ვიდრე საბჭოთა კავშირში. პირთა ვიწრო ჯგუფმა ჩაანაცვლა კომუნისტური პარტია და ყველაფერი ეყრდნობა ლიდერს, რომლისგანაც არსებობს განუსაზღვრელი, უпростоრად არარსებული მემკვიდრეობის მექანიზმი. მიუხედავად ამისა, პირველი მოძრაობების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც მოითხოვენ უფრო დიდ ავტონომიას ან თუნდაც სეცესიას, ამჟამინდელ სახელმწიფო აპარატს ძალაუფლების შესანარჩუნებლად კონტრზომების მიღება მოუწევს. არსებითად საქმე გვაქვს ორ შესაძლო ვარიანტთან. ჩეჩნური მოდელი, ანუ ძალადობრივი ჩახშობა, რაც რუსეთისთვის ყველაზე ბუნებრივია. მოსკოვი აგრესიულად თრგუნავს საპროტესტო აქციებს, აჯანყებულთა ლიდერს დააპატიმრებენ, აჯანყებული რეგიონი კი გაფრთხილება იქნება დანარჩენებისთვის. კრემლი ასევე შეეცდება ადგილობრივების ეთნიკურად გამოყოფას და მათ წარმოჩენას როგორც ძალადობრივ სეპარატისტებად, რომლებიც არიან ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის. კლასიკური ტაქტიკა გაყავი და იბატონე. პრობლემა ის არის, რომ მოსკოვს, რომელიც უკრაინაში აწარმოებს დიდ კონვენციურ ომს, შესაძლოა არ ქონდეს რესურსი გადამწყვეტა და დემონსტრაციულად დასაჯოს აჯანყებული პროვინცია. კრემლი წლების განმავლობაში ატარებდა ასეთ სადამსჯელო ოპერაციას ჩეჩნეთში, როცა საზღვარგარეთ ომის საშუალება არ იყო. უფრო მეტიც ეთნიკური და რელიგიური სიზურვილის გავრცელება კიდევ უფრო გაანადგურებს ეროვნულ და სოციალურ ერთობას და დაარწმუნებს მუსლიმური მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ რუსეთი მათი ეგზისტენციალური საფრთხე ხდება, რაც უზარმაზარ რისკებს შექმნის. ასეთი წარუმატებელი სამხედრო ინტერვენცია ცენტრალური ხელისუფლების სრულ ელეგიტიმაციას მოახდენს სხვა პროვინციების თვალში. ძირითადი კონტროლის არარსებობის გამო ავტონომიური და სეპარატისტული მოძრაობების ტალღა გავრცელდებოდა და შეუძლებელი გახდებოდა სამხედრო კონტროლი ერთდროულად ბევრ ადგილას. ასეთი სცენარის შიშით კრემლის ელიტამ შესაძლოა რბილი გზა აირჩიოს. შიდა ერთიანობის შესანარჩუნებლად და რეპრესიული აპარატის რესურსების რისკის გამორიცხვის მიზნით ისინი დააკმაყოფილებენ რეგიონის მისწრაფებებს. არსებობს ავტონომიის გაფართოების ან სრული გამოყოფის შანსი, განსაკუთრებით თუ ეს არის მარგინალური მნიშვნელობის პროვინცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უსაფრთხო ვარიანტია, მისი ეფექტი შეიძლება ზუსტად იგივე იყოს. სხვა ადგილობრივები, რომლებიც დაინახავენ კრემლის შერბილებულ პოზიციას, შესაძლოა მსგავსი მოთხოვნებით მიმართონ ცენტრს. თითოეული მათგანი მოითხოვს მეტ ავტონომიას ან დამოუკიდებლობას. მოსკოვი ისევ იგივე ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დადგება. უფრო მეტიც ნებისმიერი დაუმორჩილებლობა აუცილებლად შენიშნული იქნება დედაქალაქის ელიტაში. ულტრანაციონალისტურმა და იმპერიალისტურმა ფრაქციამ შეიძლება გაზარდოს თავისი ძალა და მოითხოვოს ეროვნული მოღალატეების მკაცრი დარბევა. მით უმეტეს, რომ მზარდი უკმაყოფილება ელიტაში არსებული ვითარების ბუნებრივი შედეგია. ეროვნული ეკონომიკურ კორუფციული ნამცხვრის შემცირებით სახელმწიფო პატერნალიზმის პირამიდა, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს, სულ უფრო არასტაბილური გახდება. ელიტაში კონფლიქტი შეიძლება მოხდეს რესურსების შემცირების შედეგად და ზოგიერთი ინდივიდი შეეცდება გამოიყენოს სოციალური არეულობები კონკურენტების წინააღმდეგ. ამას ემატება სამხედრო ძალა, რომელიც რჩება ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად ასეთ ვითარებაში. ვისაც ყავს იარაღიანი ადამიანები, ის მართავს სიტუაციას. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ კრემლი არ აკონტროლებს მთელ მის სამხედრო პოტენციალს. ევგენი პრიგოჟინი, კერძო არმიის ვაგნერის მფლობელი და რამზან კადიროვი თავისი ჩეჩნური ჯარით დე-ფაქტო არ ექვემდებარებიან კრემლის კონტროლს. ქაოსის დროს რასაკვირველია, ისინი უფრო ნაკლებად დაემორჩილებიან მას. ამრიგად ნაციონალურ განხეთქილებაზე რეაგირების ორივე სცენარი იწევს არსებითად ერთსა და იმავე შედეგებს. შეჯამებისთვის რეგიონული ელიტები დაასკვნიან, რომ მოსკოვისადმი ლოიალობის შენარჩუნების ხარჯები აღემატება მის სარგებელს და აირჩევენ უფრო დიდ რეგიონალურ სუვერენიტეტს. როგორც კი დაიკარგება
ეხება ნდობა კრემლის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე და საჭირო რესურსების მიწოდების შესაძლებლობაზე, ისინი გაამყარებენ საკუთარ რეგიონალურ ძალაუფლებას, როგორც რესპუბლიკების ან რეგიონების ნამდვილი ლიდერები. სახელმწიფო საწყისის რღვევა შეიძლება შეზღუდული იყოს. ეკონომიკური სიძნელეებისა და პოლიტიკური ქაოსის შუაგულში საბოლოოდ შეიძლება გაჩნდეს ერთი ან მეტი ფედერალური ერთეული. როგორი შეიძლება იყოს ახალი საზღვრები, რომელი რეგიონების გამოყოფა არის ყველაზე სავარაუდო. ისტორიულად ბევრი კანდიდატია. იანუშ ბუგაისკის იმერების ჩამონათვალს შორის, რომლებსაც შეუძლია დაამტკიცონ თავიანთი ისტორიული პრეტენზიები რუსეთის იმპერიის მიერ მათ დაპყრობამდე, არიან თათრები, ბაშკორტები, კარელიელები, უდმურტები, მოკშა, ერზია, მარი, ჩერქეზები, ბალყარელები, ჩეჩნები, ინგუშები, კალმიკები, ხაკასები, ალტაიელები, ბურიატები, ტუვანები და სახა. რიგ ძირძველ მოსახლეობას შეუძლია მოითხოვოს თვითგამორკვევის უფლება გაეროს წესდებისა და გაეროს 2017 წლის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დეკლარაციის მიხედვით. ისინი თავიანთ ტრადიციულ ტერიტორიებზე დაიწყებენ რესურსებზე უფლებების მოპოვებას და ადმინისტრაციული თვითგამორკვევის უფლებას. სიმართლე ისაა, რომ ნაციონალური აჯანყებები არ არის სიახლე რუსეთში. ორივე წინა დაშლას თან ახლდა სწრაფვა დამოუკიდებლობებისაკენ. წარმატებული ერები დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან ცნობილი, მაგრამ ზოგი საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. 1918 წელს ერთდროული აჯანყებები დაიწყო ჩეჩნეთში, ოსეთსა და ინგუშეთში. ამავდროულად ბაშკირიის რესპუბლიკამ, რომლის შეერთებას თათრებსაც სურდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1917 წლის ნოემბრის ბოლოს გამოცხადა შავი ზღვის რესპუბლიკა თავისი დედაქალაქით ნოვოროსიისკში. ამას მოჰყვა სტავროპოლის, ყუბანისა და ყირიმის დამოუკიდებლობა, როგორც ტაურიდას რესპუბლიკა. ტომსკში ასევე შეიქმნა ციმბირის დროებითი მთავრობაც. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-ეთნიკური საკითხები რა თქმა უნდა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ისინი ალბათ არ იქნებიან განხეთქილების ყველაზე სასიცოცხლო მოტივი. უფრო ძლიერი დასაბუთება შეიძლება იყოს ეკონომიკური და სოციალური საკითხები და ეს ნიშნავს, რომ სეცესია შეიძლება მოითხოვოს პრაქტიკულად ნებისმიერმა რეგიონმა, რომელიც გრძნობს თავს კრემლის მიერ ექსპლუატირებულად, მათ შორის რეგიონებში, სადაც ეთნიკური რუსები არიან დომინანტური სოციალური ჯგუფები. ამაშიც ახალი არაფერი იქნებოდა. ურალის რესპუბლიკა დაარსდა 1993 წელს. ამის შესახებ ცოტა ხანში უფრო დეტალურად გიამბობთ. კრემლის კონტროლის შესუსტების შემთხვევაში გეოგრაფია ტრადიციულად თავის როლს ითამაშებს. დისტანცია და კოლონიალური ექსპლუატაციის დონე ყველაზე სავარაუდო კანდიდატებად აქცევს მოსკოვიდან შორს მდებარე რეგიონებს. პოტენციურად საუბარია ციმბირის რესპუბლიკაზე და შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკაზე, რომელთა ტერიტორიული ფარგლები მოიცავს რამდენიმე რეგიონსა და ოლქს. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ პოტენციური საზღვრების დახატვა უფრო თამაში და ინტელექტუალური ვარჯიშია, ვიდრე რეალური წინასწარმეტყველება. ძალიან ბევრი წილადია საჭირო ამის პროგნოზირებისთვის. სიმარტივისთვის დაუშვათ, რომ პოსტკოლონიალური აფრიკის მაგალითზე ახალი პოსტრუსული სახელმწიფოებით შეინარჩუნებენ კოლონიზატორების მიერ დახაზულ საზღვრებს. დავიწყოთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილით მთელს თავსატეხში. ციმბირი. პოსტცარისტული სამოქალაქო ომების დროს ციმბირის რეგიონალისტებმა, რომლებიც აცხადებდნენ ცალკე იდენტობას და ცდილობდნენ მიებაზათ ამერიკის დამოუკიდებლობის ომისთვის რუსეთის კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ, შექმნეს ავტონომიური ციმბირის დროებითი მთავრობა 1918 წლის იანვარში. თუმცა ეს მოვლენა დაშალეს ბოლშევიკებმა. მიუხედავად ამისა, ეთნიკური რუსების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეიძლება მხარი დაუჭიროს რეგიონების სუვერენიტეტს ან გამოყოფას, რომლებთანაც მათ უფრო მეტი საერთო აქვთ ვიდრე მოსკოვთან. ახალი ციმბირის რესპუბლიკა შეიძლება შეიცავდეს კრასნოიარსკის მხარეს, სახას, მაგადანს, ჩუკოტკას და კამჩატკას. 7 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ქვეყანას ავსტრალიის ტოლფას გახდის. ქვეყანას მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის გამო მოკრძალებული 4 მილიონი მოსახლე ეყოლება. მაშინ როცა 55 მილიარდი დოლარის ეკონომიკა მას უგანდაზე უდნავ მაღალ და ლიეტუვაზე მცირე დონეზე დააყენებს. დედაქალაქის ყველაზე ბუნებრივი კანდიდატები იქნება კრასნოიარსკი ან იაკუტსკი. ახალი კანდიდატების დაბალი ეკონომიკური დონე მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის ბუნებრივი შედეგია. ასევე მოსკოვში წლების განმავლობაში კაპიტალისა და ადამიანური რესურსის, რუსული სისტემის მთლიანი არაეფექტურობის და ამ რესურსებით მდიდარი ტერიტორიების პოტენციალის ბოროტად გამოყენების. შორეული აღმოსავლეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხი პროვინციაა ძლიერი ავტონომიური მოძრაობით. 2020 წელს ზემოხსენებული ფურგალის დაკავებამ ხაბაროვსკში დიდი პროტესტი გამოიწვია. შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა პოტენციურად მოიცავს შემდეგ რეგიონებს და ოლქებს: პრიმორსკი, სახალინი, ხაბაროვსკი, ებრაელთა ავტონომიური ოლქი, ამური, ზაბაიკალსკი, ბურიატია, ირკუტსკი, ტუვა, ალტაი და ხაკასია. ქვეყანას ეყოლება დაახლოებით 10 მილიონი მოსახლე და 90 მილიარდ დოლარიანი ეკონომიკა, რომელიც ოდნავ მეტი იქნება ბულგარეთისთან ნაკლები ვიდრე სლოვაკეთის. ეს ასევე გვიჩვენებს თუ როგორ ახშობს მოსკოვი ამ ტერიტორიის პოტენციალს, რომელიც 3 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის და მსოფლიოში სიდიდით მე-7 ქვეყანა იქნება. დედაქალაქობის ყველაზე ბუნებრივი
კანდიდატები არიან ვლადივოსტოკი, ხაბაროვსკი ან ირკუტსკი. ორივე ახალ სახელმწიფოს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს, რომლებიც თავიანთ ხალხისა და მიწების პოტენციალს გადაანაწილებენ თავიანთვე საჭიროებებზე, აქვს პერსპექტივა სწრაფად გააუმჯობესონ ადგილობრივი ეკონომიკა, მაშინ როცა კარგი კავშირი აღმოსავლეთ აზიასთან წყნარი ოკეანის პორტებით შემდგომი განვითარების შანსებს პერსპექტიულად გახდის. ძლიერი სეპარატისტული ტენდენციები ასევე შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალურ ვოლგის რეგიონშიც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იდელ ურალის სახელმწიფოს ხელახალი დაბადება. ეს იყო ხანმოკლე დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის მარტში თათარსტანის დედაქალაქ ყაზანში, რომელიც ასევე უზრუნველყოფდა თათრების, ბაშკირების, შუაშებისა და სხვა ხალხების გაერთიანებას და მათ განთავისუფლებას რუსეთის იმპერიისგან. იგი მოიცავდა დღევანდელ თათარსტანს, ბაშკირტოსტანს, ორენბურგის რეგიონს. ზოგიერთი აქტივისტი კი მოითხოვდა კასპიის სანაპიროს ნაწილსაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თათრებიც და ბაშკირებიც ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას მშვიდობიანი გზით, მაგრამ მოსკოვმა საბოლოოდ გააუქმა ისინი. ბუგაისკის აზრით ცენტრალური ვოლგის გაერთიანების დღევანდელი ინკარნაცია, რომელსაც ხელს უწყობს თავისუფალი იდელ ურალის მოძრაობა, მოიცავს თათარსტანის, ბაშკორტოსტანის, ჩუვაშიის, მარიელის, უდმურტიის და მორდოვიის რესპუბლიკებს. ამ უკანასკნელს კი ერზიანო მოკშას დაარქმევენ ორივე შემადგენელი საპატივცემულოდ. ახალი იდელ ურალის სახელმწიფო შეიძლება იყოს კონფედერაცია, რომელშიც თითოეული რესპუბლიკა წარმართავს საკუთარ შიდა და საგარეო პოლიტიკას. ზოგიერთი აქტივისტის აზრით სჯობია, რომ კომის რესპუბლიკა, პერმის მხარე და ორენბურგის ოლქი შევიდეს უფრო დიდ კონფედერაციაში, რათა ახალმა სახელმწიფომ გაიზიაროს საზღვრები ყაზახეთთან. ახალ კონფედერაციულ შტატ იდელ ურალის მოსახლეობა 17 მილიონზე მეტი იქნება, ანუ დაახლოებით ყაზახეთის ზომა. მთლიანი შიდა პროდუქტი კი $100 მილიარდ მეტი, რაც უზბეკეთზე 50%-ით მეტია და ყაზახეთის ნახევარი. დედაქალაქი შეიძლება იყოს ყაზანში ან უფაში, რადგან ორივე ქალაქი მთავარი მეტროპოლიაა. თათრებს და ბაშკირებს აქვს საკუთარი დამოუკიდებლობის მოძრაობები და თუ ფედერაციის შიგნით რყევა მოხდება, ჩვენ აუცილებლად გავხდებით მათი აღორძინების მოწმენი, ხოლო ზოგიერთი ბაშკირი უკვე იბრძვის უკრაინის მხარეს. ეკონომიკურად სახელმწიფოსაც შეიძლება ჰქონდეს თვითგამორკვევის საფუძველი, რადგან ის უკვე რუსეთის ფედერაციის ინდუსტრიული ბაზაა. პრაქტიკულად ეს იქნება ცენტრალური აზიის მეექვსე რესპუბლიკა და ეკონომიკურად უძლიერესი ყაზახეთის შემდეგ. რესპუბლიკათა შორისი ინიციატივები ასევე შეიძლება მოიცავდეს ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელი მთის რესპუბლიკის აღორძინებას, რომელიც არსებობდა 1918-დან 1922 წლამდე. კავკასიური ქვაბი ხელს უშლის უნიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მაგრამ ზედაპირული კონფედერაცია შესაძლებელი იქნებოდა. 8 მილიონიანი მოსახლეობა ორჯერ აღემატება მეზობელ საქართველოს, თუმცა ორივე ქვეყნის მშპ პრაქტიკულად იგივე იქნება, $25 მილიარდი. ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და ცენტრალური ვოლგის რეგიონების უფრო ძლიერი სეპარატისტული ტენდენციები ამჟამინდელ რუსეთს შუაზე გაყოფს ურალის მთების მიღმა ძირითადად რუსეთის რეგიონების იზოლირებით. მაგრამ თავისი ისტორიის მანძილზე ეს ტერიტორია ცდილობდა მოსკოვისგან გამოყოფას. ურალის რესპუბლიკა შეიქმნა 1993 წლის 12 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მაგრამ პროექტი საბოლოოდ გაუქმდა. ურალის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები შეიძლება შეუერთდნენ განვითარებად ბლოკებს ან შექმნან ახალი ურალის რესპუბლიკა. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგ რეგიონებს: იამალო-ნენეცკის, ხანტა-მანსიისკის, სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის, კურგანის, ტიუმენის, ომსკის, ტომსკის, ნოვოსიბირსკის, კემეროვოს და ალტაის მხარეებს. ეს შეიძლება იყოს საინტერესო ქმნილება, რადგან ურალის რესპუბლიკა დაიწყება აქამდე ჩამოთვლილი ერთეულებიდან ყველაზე ძლიერი ეკონომიკით. მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურად უძლიერესი ნაწილია. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მიაღწევს დაახლოებით $200 მილიარდ, რაც ყაზახეთის მშპ-სთან ახლოა და თითქმის საბერძნეთის ტოლია. 25 მილიონიანი მოსახლეობით კი ყაზახეთის ამჟამინდელ მოსახლეობასაც კი გადააჭარბებს. დედაქალაქი შეიძლება იყოს ნოვოსიბირსკი ან ეკატერინბურგი. ორივე ყველაზე დიდი ქალაქია რუსეთის ფედერაციაში მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. ბუნებრივია კალინინგრადის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. პოლონელები არ დათანხმდებიან მის გერმანიაში დაბრუნებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელებსაც კი სურდეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ამავდროულად საეჭვოა პოლონეთსა და ლიეტუვას შორის დაყოფა, პოტენციურად დიდი ეთნიკური პრობლემების გამო. ყველაზე ლეგიტიმური ვარიანტია ოლქის განიარაღება და მეოთხე ბალტიისპირეთის რესპუბლიკის შექმნა, რომელსაც ექნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ევროპული კალინინგრადი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 7 მილიარდი და 9 მილიონი მოსახლეა, ეკონომიკურად დაიწყება დღევანდელი მონტენეგროს დონიდან. რაც უფრო უახლოვდებით მოსკოვს, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა სეპარატისტული ტენდენციები. მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, თუ თავის თამაშს აწარმოებს ნაციონალისტური მოძრაობა, რომლის მიზანი იქნებოდა მოსკოვის ირგვლივ მდებარე მონოეთნიკური სახელმწიფოს შექმნა.
რეგიონები, რომლებიც ასეთ სცენარში დარჩებიან მოსკოვის ერთგულები დაშლის შემდეგ ეკონომიკურად უძლიერეს ერთეულს ჩამოაყალიბებენ. როგორც ეს იყო რუსეთის შემთხვევაში SSRK-ს დაშლის შემდეგ. 1.2 ტრილიონი დოლარი მშპ-ი ის ამჟამად ნიდერლანდების, მექსიკის ან ინდონეზიის დონეზეა. მოსკოვის რესპუბლიკის მოსახლეობა 70 მილიონზე მეტი იქნება, რაც ოდნავ აღემატება დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის ამჟამინდელ მოსახლეობას. ამრიგად მოსკოვი კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ურალის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონების გარეშე კრემლს საბოლოოდ მოუწევს უარის თქმა ზესახელმწიფოებრიობის ილუზიებზე. რა თქმა უნდა, მისი იმპერიული ამბიციები ჯერ კიდევ იარსებებს, მაგრამ შეუძლებელი იქნება გამოყოფილი რეგიონების ნედლეულისა და სამრეწველო ბაზაზე წვდომის გარეშე. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუკაზე საზღვრების ასეთ დახატვა უფრო თამაშია, მაგრამ დაგვეხმარება მეტის დანახვაში. გამოყოფილი სუბიექტები რუსეთის ფედერაციის მშპ-ს მხოლოდ 25% დაასუსტებენ, ხოლო მისი ამჟამინდელი ტერიტორიის 80%-ზე მეტს და მოსახლეობის 55%-ს დააკარგვინებს. უფრო მეტიც, მოსკოვისა და მიმდებარე ტერიტორიის ბევრი მაცხოვრებელი ამ პროვინციებიდან ემიგრანტია. ეს დისპროპორციები უდავოდ აჩვენებს თუ როგორ აფერხებს ჰიპერცენტრალიზაცია პროვინციის განვითარებას და აქრობს მის რესურსებს. ამ სერიების ბოლო ეპიზოდში განვიხილავთ იმ